გამარჯობა. დადგა დრო, როდესაც უნდა გასწავლოთ eBay-დან გამოწერა. რა არის რთული ამაში არ ვიცი, მაგრამ მაინც. ნუ eBay-ზე PayPal-ის მიბმა უკვე გავაკეთე ვიდეო და შეგიძლიათ description-ში ნახოთ ლინკი. ესე შევდივართ eBay-ზე, ესე არა უნდა ეს ეწერება. აი ეს. ავტორიზაციაზე გავივიდეთ ახლა ჩვენ. ავარჩევთ news. რაც თქვენ მოგწონთ თქო. რაც მე მომწონს მაგას არა. მე ანუ ორსასმენებს გამოვიწერ ახლა რაც უკვე გამოწერილი მაქვს. ხელმეორედ. იმიტომ რომ დავკარგე ის. სხვა დანარჩენი გამიფუჭდა. აი ეს. ორიგინალი ორსასმენები მაინც კაია. კი გირჩევთ ამას, მაგრამ მაინც. ნუ ვითომ მოვძებნეთ ახლა ეს რაღაც პროდუქტი, რაც თქვენ გინდათ, თუ გავუძვირებიათ. გინდა? გამოწეროთ? $13 ვიყიდე მეგონი ეს. მაინც ვნახო. უძვირებიათ. ორერთი ამით. $16 ღებს. ავალებ. არა. როგორ ხა. აი ეს მოვწევნოთ. ეს აუქციონი. აუქციონი მე არ მაწყობს. მოდი აუქციონსაც გეტყვით. ესა დრო რამდენი ხანში მთავრდება აუქციონი? 2 დღეში და 1 საათში. აქ უნდა მივუთითოთ $9-სა და 50 ცენტზე მეტი. რომ მონაწილეობა მივიღოთ აუქციონში. ნაკლებს ვერ მივუთითებთ. რადგან ახლა $20 არ უნდა აჯახოთ ეგრევე. აი სხვა ნახოთ ახლა რაც აუქციონის გარეშეა. $16 არ ვაწყობს, ძვირია. ძვირია. რა ამბავია. $12. არა, $15 გამოვძებთ. ვიდეო ორიგინალი იქნება. shipping-ი აქვს, არ გვინდა. ამბავია. ჩინეთიდან ნახოთ. ამასაც shipping-ი აქვს. ამას ჩინ ესე ნახოთ. უფასო shipping-ი. აუქციონი არ გვინდა buy now. $14. €7. €7. Good. An original. Right now. რადგანაც უკვე დალინკული მაქვს მე PayPal-ი. დავაჭერ ერთხილაც და ვიყიდე. ან თუ არ გაქვთ დალინკული, არა, ანუ მიბმული თუ გაქვთ და ესე ანუ ავტომატური გადახდა არ გაქვთ მითითებული, მაშინ უბრალოდ გადაგიყვანთ თქვენს PayPal-ზე, პაროლს შეიყვანთ და invoice გადაიხდით. სხვა არაფერი არ უნდა. ახლა უბრალოდ ვაჭერთ ამ ხილაკს და გამოწერილია. გამოწერია. თავი ანგარიშს გქონდეთ ახლა. მოდი შევიდეთ ახლა ჩვენ აკაუნტში და ვნახოთ მაინც მისამართი როგორ წერია.
addresses. უნდა იყოს მითითებული აი ეს, ანუ USA to Georgia-ს მისამართი. მე ამ შემთხვევაში ამას ვიყენებ. ნუ თქვენ შეგიძლიათ სხვა მისამართი მივდითოთ. პრობლემა არ იქნება. შევიდეთ USA to Georgia-ზე. აი იცი რა ხდება. პაროლს კეთყოდით, მაგრამ მაშინ გაინტერესებთ. ეს მისამართი დაიმახსოვრეთ, თუ რამე საჩუქრის გაკეთება გინდათ, შეგიძლიათ ამ მისამართზე გამომიწეროთ. უარს არ ვიგებ. ანუ ეს მისამართია, რომელიც უნდა შევიყვანოთ აი აქ. მაგალითად change. ხურდა არა მისამართი შეცვლა. edit. და შევიყვანოთ აი ამ მისამართს ზუსტად. ჩამოვა აქ. და ერთ-ორ კვირაში უკვე საქართველოში იქნება ნივთი. Shipping-ს უნდა დააკვირდეთ, რამდენი ხანში იქნება. ზოგი ერთ კვირიანი, ზოგი ერთ თვიანი გააჩნია საიდან მოდის, ჩინეთიდან თუ მოდის, დიდი ხანი დასჭირდება მაინც. ესა ჩვენ გამოწერია, ანუ shipping-ის ბოლო თარიღია 26 აგვისტო. ეს მივა 26-ში. USA to Georgia-ში და შემდეგ უკვე გამოვაგზავნია თბილისში. და გადავიხდით უკვე აი ამას. ანუ ჩამოსული რომ დაიწერება. იქნება ესეთი რამ, გადასახდელია. დავაჭერთ ამას და ნახავთ. წონა საწერია, აი ესა წონა. უწევს ამდენი. შემდეგ ბალანსის შევსება. სადაც ავტომატურად იქნება მითითებული თანხა, რომელიც უნდა ჩარიცხოთ. აი ეს. თუ ვიზით გინდათ ჩარიცხვა, დააჭერთ ამას, გადახვათ და გადაიხდით. თუ არ გინდათ ვიზით, მაშინ არის სხვა საშუალებებიც, Paybox-ი, MoneyPay, ბანკის გადახდა. მაგრამ ერთი 9 დღე მოგიწევთ, რომ 9 დღე არა 3 დღე. ალბათ. თქვენ აქ უნდა მივუთითოთ რეისი სად მიიღოთ. მე მიწკევიჩზე ვიღებ ხოლმე. თუ დეკლარირება ვერ მოასწარით გამოგზავნამდე, ჩამოსვლამდე, მაშინ მივა მთავარ ოფისში და მოგიწევთ იქ ბოდიალი. აქ გამოგზავნილი მითებია. როგორ გავიკოთ ახლა რა გამოვაგზავნეს. ესაა shipping კოდი. აკოპირებთ ამას და ვეძებთ Active-ში, ანუ აქ. გადავთ რომ ისინი ვთია გამოგზავნილი და ვადეკლარირებთ ამას. აქ delivery და უკვე მიღებულია $9 და 19. და 15. დეკლარირება უკვე გაკეთებული მაქვს. აქ ვუთითებთ კატეგორიას და აქ თანხას. Всё. ანუ იგივეა რაც Amazon-ზე. შეგიძლიათ ის ვიდეოც ნახოთ და დეკლარირება იგივენაირად რა. ეს ზედაპირულად აგიხსენით, მაგრამ რა ვიცი, უნდა მივხვდეთ წესით. იმედია გამოგადგებათ ეს.